საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობასა და ამორჩევლის დაბნევის მცდელობაზე საუბრობენ ლეიბორისტები ბათუმში. პარტიის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამაზ დევიძემ ვაჟა-ფშაველას ქუჩის მცხოვრებლებისთვის საარჩევნო უბნის შეცვლის ფაქტი გააპროტესტა. დევიძის თქმით, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები 150 ოჯახი გასულ არჩევნებში ხმას 44 უბანზე აძლევდა წელს კი ისინი 27 უბანზე ჩაწერეს, რაც ამორჩევლის დაბნევას იწვევს. დევიძემ უბნებზე მკვდარი სულების არსებობის ფაქტებიც წარმოადგინა. ბათუმის 79 ოლქში ამბობენ, რომ მოსახლეობა ქალაქის საზღვრების გაზრდის შემდეგ უბნებზე რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა, რამაც ზოგიერთი ქუჩის მცხოვრებლებისთვის საარჩევნო უბნების შეცვლა გამოიწვია. ეხლაც რომ მიხვიდეთ ვაჟა-ფშაველას ქუჩის დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზე ადამიანებმა არ იციან თუ სად უნდა მისცენ ხმა. თუ რომელ უბანზე უნდა მისცენ ხმა, ისიც არ იციან, რომ 44-დან თურმე 27-ში აღმოჩნდებიან და ისინი დაიწყებენ ძებნას, როგორც მე ვეძებე. დაიწყებენ ძებნა ვირგვლივ თუ რომელიმე უბანი არსებობს და ირგვლივ 5 საარჩევნო უბანია. არც ერთში ეს ხალხი დარეგისტრირებული არ არიან.